რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენი თირკმელები შეწყვეტენ ფუნქციონირებას? პირველ რიგში სისხლის პლაზმაში დაგროვდება ტოქსიური ნივთიერებები, რაც ულტრაფილტრაციის ხარჯზე თირკმელებით გამოიყოფა. ესეთ ნივთიერებებია მაგალითად ჩარგჟავა, კრეატინინი, ამონიაკი, ფოსფატი და ასე შემდეგ და ეს ნივთიერებები თუ არ გამოიყოფიან, ჩვენს ორგანიზმში იწვევენ ურემიას. სწორედ ამიტომ პაციენტებს, რომელთა თირკმლის ფუნქცია კრიტიკულად შემცირებულია, უწევთ აი ამ თერაპიის ჩატარება, რასაც დიალიზი ქვია. დიალიზი, ასე ვთქვათ, ტექნიკურად ფუნქციურად ანაცვლებს თირკმელს და ადამიანის ორგანიზმს ეხმარება იმაში, რომ ეს ტოქსიური ნივთიერებები მოიცილოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვენური სისხლი ადამიანის ორგანიზმიდან გაივლის აი ამ კანულების საშუალებით უშუალოდ ნახევრად განვლად მემბრანაში. სწორედ ეს მემბრანა თამაშობს თირკმლის როლს, რადგან ამ მემბრანის ერთ ნაწილში შექმნილია კონცენტრაციული გრადიენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლში გახსნილი კონკრეტული ნივთიერებები მოძრაობენ დიფუზიით ამ მემბრანის გავლით და ასე ვთქვათ იფილტრებიან. ამის შემდეგ სისხლი ბრუნდება ისევ უკან ადამიანის ორგანიზმში და ეს პროცედურა გრძელდება დაახლოებით 4-დან 5 საათამდე და დიალიზის პაციენტებს უწევთ კვირაში 3-ჯერ ასეთი პროცედურის გამეორება. სამწუხაროდ ეს არ არის თერაპიული მიდგომა, რომელსაც შეუძლია განკურნოს ესე კრიტიკულად ავადმყოფი პაციენტები, თუმცა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ფუნქციის შესასრულებლად, რა ფუნქციასაც ნორმალურ შემთხვევაში თირკმელი ითავსებს.